იოგა სულიერი გამოცდილება, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია. იოგა საქართველოში. რატომ დადიან იოგაზე? ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. იოგა სანსკრიტიდან ითარგმნება როგორც გაერთიანება, კავშირის აღდგენა, ვარჯიში, განსწავლა და სხვა. იოგის წარმოშობის ისტორია ინდოეთში უძველეს დროს უკავშირდება. დღეს ყველა ადამიანი სხვადასხვა მიზნით დადის იოგაზე. იოგა ძალიან ღრმა მოვლენაა. ის პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ასეა უკვე საქართველოშიც. ნახეთ თაკო სურგულაძის რეპორტაჟი. იოგა არც ფილოსოფიაა და არც რელიგია. იოგა აღემატება ფილოსოფიასაც და რელიგიასაც და ამავე დროს იტევს როგორც რელიგიას, ასევე ფილოსოფიასაც. რელიგიამ და ფილოსოფიამ შეიძლება მიიყვანონ ადამიანის არსება ღვთის სასახლემდე, როდესაც იოგას, რომელიც ღმერთთან კავშირს ნიშნავს, ადამიანის შეგნებულ კავშირს ღმერთთან მისწრაფებული ღვთის ტახტთან მიჰყავს. ასე ხსნის იოგას ინდოელი სულიერი მოძღვარი და ფილოსოფოსი შრი ჩინმოი. გარკვეული პერიოდი რომ ვივარჯიშეთ მე და იმის იოგას ასანები, მივხვდი რომ სუნთქვა ვისწავლე და მივხვდი რომ ელემენტარულად სხეულს ვფლობ და სიტყვების გარეშე მე შენ ჩემი განწყობა სიჩუმეში შემიძლია გადმოქცე. ანუ უფრო მეტი შესაძლებლობები გეხსნება ის რაც გაქვს და არის დაფარული შენში გარკვეული ნიჭი თუ რა ვიცი ადამიანებთან ურთიერთობა, შენ თავთან ურთიერთობა, სამყაროსთან ურთიერთობა, ამ ყოველს გიხსნის, გიმარტივებს. იოგას რამდენიმე სახე არსებობს. აშტანგა იოგა, ჯნანა იოგა, შემეცნების იოგა, კარმა იოგა, ქმედების შედეგთა იოგა, კრია იოგა, მოქმედების იოგა, კუნდალინი იოგა, ადამიანის ორგანიზმში თვლემარე ძალთა გაღვიძებისა და მართვის იოგა, ლაია იოგა, ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიის გაღვიძება, რაჯა იოგა, ყველა ადამიანურ შეგრძნებაზე, ფსიქიკაზე, ფსიქოლოგიაზე, ასევე მთელ სამყაროზე გაბატონებული იოგა. საჰაჯა იოგა, მედიტაციური პრაქტიკაა, რისის საშუალებითაც ადამიანის ევოლუციური და სახეობრივი ამაღლება ხორციელდება. ჰათჰა იოგა, სხეულის ვარჯიშისა და გაჯანსაღების იოგა. ტანტრა იოგა, ტანტრები ძველი ინდური ტექსტებია, სადაც გადმოცემულია თავისებური მაგიური რიტუალები. ფიტნეს იოგა, თანამედროვე დასავლეთში პოპულარული გამაჯანსაღებელი რიტუალები. ჩამოთვლილი სახეობებიდან როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია ჰათჰა იოგა, რომელიც სხეულის ვარჯიშსა და გაჯანსაღებაზეა ორიენტირებული. იოგას პირადად ჩემთვის აქვს მთავარი დანიშნულება მდგომარეობის რაში, რომ შენ ადამიანს, როდესაც გაქვს რაღაც პრობლემები, აი ეს რაღაც წვრილი ეს ყველაფერი გამძიმებს, ამ ყველაფერს ასე გიხსნის, გიფერთხავს. მსოფლიოში იოგა ძალიან პოპულარულია. ამას ისიც განაპირობებს, რომ იოგით ბევრი ცნობილი ადამიანია დაინტერესებული. მადონა, სტინგი, გვინეთ პელტროუ, მეგ რაიანი და სხვები. სხვა ყველა დანარჩენი ვარჯიშისგან განსხვავებით უპირატესობა იოგას ის აქვს, რომ არიღლები პირიქით ხდება ენერგიის აღდგენა, გმატებს სულიერ სიმშვიდეს და რაღაცნაირი გაწონასწორებული ხდები უფრო. საქართველოში იოგა მე-20 საუკუნიდან შემოვიდა და დროთა განმავლობაში მისი პოპულარიზება ხდებოდა. დღეს კი ამ სისტემით უამრავი ადამიანია დაინტერესებული. შესაბამისად, იოგის სახლების რაოდენობაც იმატებს. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ვახოს ანაიას რეპორტაჟი გემშვიდობებად ერთი კვირით. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე. დროებით.